მაგრამ აქ დარწმუნებული ვარ, ყველას ერთი მთავარი კითხვა გაუჩნდა. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა. და რისთვის სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის ბლოკირება, თუ ის უკვე ირანის მიერ არის დაბლოკილი. გარდა ამისა, ეს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს. რა აზრი აქვს ასეთ ბლოკირებას და საერთოდ რას მოუტანს ეს? ძალიან საინტერესოა. მოდით ახლა სწორედ ამას განვიხილავთ. საკითხი იმაშია, რომ ტექნიკურად ჰორმუზის სრუტე არ არის დახურული. ირანი ეტაპობრივად ატარებს ზოგიერთ ტანკერს სანაცვლოდ თითოეულ გემზე $2 მილიონ გადასახადის გადახდის შემთხვევაში. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ირანი მთელი ომის განმავლობაში უზრუნველყოფდა თავის ნავთობის შეუფერხებელ გადაადგილებას რეგიონში და უკან. ანუ ირანი აგრძელებდა ნავთობის ვაჭრობას. საკითხი იმაშია, რომ ირანმა შექმნა სიტუაცია, სადაც მხოლოდ მას შეეძლო ნავთობის ვაჭრობა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებს სპარსეთის ყურულში არ შეეძლოთ საკუთარი ნავთობის გაყიდვა. აქ კიდე დონალდ ტრამპმა, როგორც იცით, პირდაპირ ომის დროს მოხსნა სანქციები ირანის ნავთობზე. შედეგად, ომის დროს ირანმა გაზარდა თავისი ნავთობის მიწოდება 100,000 ბარელი დღეში და თითქმის 2 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში. ამიტომ თუ ტრამპი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავდა, მას შეეძლო ირანის დაფინანსების მთავარი წყარო გადაეკეტა. ეს ბერკეტია, რომლის გამოყენებაც ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გაუბედავს. სრუტის ბლოკირებამ, თუნდაც მხოლოდ ირანული ნავთობისთვის შეიძლება გამოიწვიოს ნავთობისა და ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდა მთელ მსოფლიოში. რადგან როგორც არ უნდა იყოს, ირანული ნავთობი მაინც აკმაყოფილებდა მსოფლიო მოთხოვნის ნაწილს. ზუსტად ამიტომ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები ირანულ ტანკერებს ამ რეგიონში გავლას აძლევდნენ. და ამერიკელები თითქოს თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ ირანი არა მხოლოდ აგრძელებდა ვაჭრობას, არამედ ომის პერიოდში ზრდიდა ნავთობის ვაჭრობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ტრამპმა მათთვის სანქციებიც კი მოხსნა. და ნებისმიერი ნავთობი, რომელიც ამჟამად რეგიონიდან გადის, შეიძლება ნაწილობრივ მაინც დაეხმაროს ნავთობის ფასების ზრდის შეჩერებაში. და სწორედ ამაზე იყო გათვლაც. გახსენეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაბლოკა ირანული ნავთობის გაყიდვა მას შემდეგ, რაც 2018 წელს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ გასულ თვეში ირანული ნავთობის მიმართ სანქციების მოხსნის შესახებ ომის შუაგულში საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობი გაათავისუფლა. ეს არის 140 მილიონი ბარელი. ეს ოფიციალური მონაცემებით. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს მონაცემებით, ეს რაოდენობა საკმარისია მთელი მსოფლიოს ნავთობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაახლოებით 1.5 დღის განმავლობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთლიანად. მაგრამ ტრამპის ეს გადაწყვეტილება საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. სანქციების გაუქმებამ ირანს მისცა შესაძლებლობა გაეყიდა ადრე სანქცირებული ნავთობი, რათა დაეფინანსებინა ომი ვის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ. და ირანი ამ გაყიდვებიდან იღებდა მნიშვნელოვან მოგებას, რადგან ნავთობს ყიდდა რამდენიმე დოლარით უფრო მაღალი ფასით, ვიდრე ბრენტის ნავთობის ფასი. ხო, ესეთია ომი. ან ტრამპი ჯერ ომს იწყებს, ნავთობის კრიზისი იქნება და რომ ნაწილობრივ მაინც მოაგვაროს ეს კრიზისი, რას აკეთებს? უბრალოდ აუქმებს სანქციებს მოწინააღმდეგეზე, რაც ომამდე არც კი გაკეთებული. გარდა ამისა, როგორც გახსოვთ, ტრამპი ისე სასოწარკვეთილად ცდილობდა ნავთობის ბაზარზე სიტუაციის გადარჩენას, რომ რუსულ ნავთობზეც კი მოხსნა სანქციები. და აქ არის ყველაზე საშიში მომენტი. საქმე იმაშია, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების დროებითი მოხსნა, როგორც ყველა მიცით, 11 აპრილს ამოიწურა. მაგრამ დღევანდელ მომენტამდე, ამ გამოშვების ჩაწერის მომენტამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ არ განაცხადა, გააგრძელებენ თუ არა რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნას. იმიტომ რომ ტრამპმა ადრე თქვა, რომ პრინციპში ისინი სანქციების მოხსნას არ გააუქმებენ. ანუ ის ამბობს, რომ ჩვენ მოხსენით სანქციები ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე, მაგრამ დიდი ალბათობით აღარ დავაბრუნებთ მათ. ამჟამად აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე არანაირი განახლება არ არის. მაგრამ რაც ცნობილია ინსაიდერული ინფორმაციის მიხედვით, არის ის, რომ დონალდ ტრამპმა და აშშ ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 9 აპრილს უკვე შეათანხმეს სანქციების მოხსნის გაგრძელება. ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ხშირად ესეთ გადაწყვეტილებებს აფორმებს არა პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადებებით, არამედ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გენერალური ლიცენზიების ტექნიკური განახლებით. ჩუმად. ეს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილონ ზედმეტი კრიტიკა კრემლისადმი ხელშეწყობაში. და როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტები იგებენ, გაახანგრძლიოს თუ არა.
და როგორც ჩანს, არ უნდა დაგვავიცლეს, რომ ესეთ ლიცენზიებს სამუშაო დღეებში ანახლებენ. დღეს კი კვირაა. თანაც ორთოდოქსებს აღდგომა აქვთ, ამიტომ დიდი ალბათობით ორშაბათს ეს ლიცენზია მაინც გახანგრძლივდება. და ყველაზე მთავარი, ტრეიდერები და მსხვილი იმპორტიორები, მაგალითად ინდოეთში, აგრძელებენ რუსული ნავთობის შეძენის ოპერაციებს. დარწმუნებულები არიან, რომ ვაშინგტონისგან მწვანე შუქი მიღებულია და ის უახლოეს მომავალში არ ჩაქრება. ხოლო იმ სიტუაციაში, როცა ტრამპი აპირებს ირანული ნავთობის მიწოდების დაბლოკვას, ის აუცილებლად გაახანგრძლივებს სანქციების მოხსნას რუსეთის წინააღმდეგ, რომ ფასების ზრდა მაინც ოდნავ შეაკავოს. და აი დღეს, 12 აპრილს, ტრამპი ამტკიცებდა, რომ როგორც კი ომი დასრულდება, ბენზინის ფასები სწრაფად დაუბრუნდება ომამდე არსებულ დონეს. აი ამბობს, ესე იქნება. ეს რა თქმა უნდა ტყუილია, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეკონომისტები გეტყვია, რომ ასე არ მუშაობს. სამწუხაროდ, მაშინაც კი როცა ომი დასრულდება, არმუცკის სრუტე გაიხსნება და ასე შემდეგ, აღდგენისთვის კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იქნება საჭირო. მაგრამ არმუცკის სრუტის დაბლოკვით, ტრამპი რისკავს კიდევ უფრო გაზარდოს ნავთობისა და გაზის ფასები, რათა მაქსიმალურად გააძლიეროს ზეწოლა ირანზე და მიაღწიოს ომის შეწყვეტას. და აქ მინდა გირჩიოთ აუცილებლად ნახოთ ჩემი გუშინდელი გამოშვება, სადაც მაშინ ვთქვი, რომ აშშ-სა და իրანს შორის მოლაპარაკებები პაკისტანში მხოლოდ უფრო მასშტაბური სამხედრო ოპერაციის საფარია, რაც ახლა ვითარდება. ამ თუთებში ტრამპი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები გაგზავნიან ნაღმსაწმენდი ხომალდებს ჰორმუზის სრუტეში, რათა გაანაღმონ ირანის მიერ დანაღმული ტერიტორიები. ციტატა. ჩვენი გვყავს ნაღმსაწმენდი ხომალდები. ეხლა ჩვენ გვაქვს მაღალ ტექნოლოგიური წყალქვეშა ნაღმსაწმენდი სისტემები. ყველაზე თანამედროვე და საუკეთესოები, მაგრამ ასევე ყიდულობთ უფრო ტრადიციულ ტრალებსაც. და როგორც მე მესმის, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა ასევე აგზავნიან იქ ნაღმსაწმენდი ხომალდებს. გარდა ამისა, ტრამპი ამტკიცებს, რომ ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი, კატარი, ქუეითი, ბაჰრეინი და ასე შემდეგ, აი შეიძლება ითქვას, ბევრად უფრო ახლოს არიან. და ახლა ისინი უბრალოდ იძულებულნი არიან ომში ჩაერთონ, რადგან მათ ინტერესებშია სრუტის გამბლოკვა. ციტატა. დიახ. პერსიის ყურის სახელმწიფო შეიძლება ითქვას ბევრად უფრო ახლოსა. ამიტომ შესაძლოა მათ ამის გაკეთება მოუწიოთ. მაგრამ იცით, მათ შეეძლოთ თავი შეიკავებინათ, მაგრამ ირანმა შეცდომა დაუშვა და დაიწყო მათზე რაკეტებით სროლა. ეს საინტერესო მინიშნება იმაზე, რომ დიდი ალბათობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ იგივე ემირატები ან საუდის არაბეთი ომში ჩაერთონ ირანის წინააღმდეგ. სულ მცირე, ჰორმუზის სრუტის გამბლოკის მიზნით. მაგრამ რაც კიდევ მნიშვნელოვანია, ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის გემების მონიტორინგის კომპანია Vortex-ის მონაცემებით, მხოლოდ 2 ცარიელი ტანკერი, რომლებიც ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდნენ, შემოbrunდა. მას შემდეგ, რაც კვირას გახდა ცნობილი, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარეშე, ეს გვიჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ჰორმუზის სრუტე კვლავ კონტროლის ქვეშ რჩება. მაგრამ ნახოთ, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, რადგან მაგალითად დემოკრატები ახლა შეერთებულ შტატებში პირდაპირ ვთქვათ ვერ იგებენ სტრატეგიას. რა არის ლოგიკა, რა არის იდეა? ანუ, რა იქნება შემდეგ? კარგი, შეერთებულმა შტატებმა მართლაც შეიძლება საკმაოდ სწრაფად სრულად დაბლოკოს ჰორმუზის სრუტე ყველასთვის. ირანი ვეღარ შეძლებს ვაჭრობას, მაგრამ ვინ იცის, რამდენად გამძლეა ირანი? და როგორ უნდა გაიხსნას სრუტე? იმიტომ რომ ახლა ფაქტობრივად ორი მხარეა და ორივე ბლოკავს სრუტეს. და როგორ უნდა გაიხსნას ის? ეს კითხვა კვლავ ღიად რჩება. ამიტომ აქ წერტილებს დავაკანებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დატოვება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი გამოწერით. ვიდეოს აღწერაში მითითებული ბულებითა და რეკვიზიტებით ან ეკრანზე მოცემული QR კოდით. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.